ალბათ სურსათის ეტიკეტზე, სურსათის შემადგენლობის განყოფილებაში შეგიმჩნევიათ რაღაც E ნომრიანი აღნიშვნები. შეიძლება სოციალურ მედიაში გაფრთხილებებით შეგხვედრიათ, რომ აი დაიმახსოვრეთ ეს საკვები დანამატები მავნეა, აკრძალულია, არ ჭამოთ. რას წარმოადგენს საკვები დანამატები? მართლა საშიშია? საკვებ დანამატები არის სურსათში დამატებული ისეთი ნივთიერებები, რომელთაც როგორც წესი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ სურსათს სხვა მიმზიდველ თვისებებს ანიჭებენ. ფერს, გემოს, სუნს, კონსისტენციას, ბაქტერიებისადმი ან სხვა ზემოქმედებისადმი მდგრადობას და ასე შემდეგ. ხო და ამ მიზნით სურსათში დასამატებლად მხოლოდ გარკვეული ნივთიერებებია დაშვებული, წინასწარ საგულდაგულო შემოწმებულები და გამოცდილები. და სწორედ ასეთ დაშვებულ ნივთიერებებს მიენიჭება E ნომრები. ანუ თავისთავად E ნომრის არსებობა უკვე უსაფრთხოების გარანტიაა. თუმცა მეცნიერება ვითარდება და არის შემთხვევები, როდესაც ადრე დაშვებული საკვებ დანამატი შემდგომში აიკრძალა. და შესაძლოა ეს დანამატები მართლაც აღმოჩნდეს ზოგიერთ ადრე წარმოებულ სურსათში. ასე რომ, საკვებ დანამატებისადმი გადამეტებული შიშები უსაფუძვლოა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საკვებ დანამატები როგორც წესი სასარგებლო არ არის და მათი შემცველი სურსათის ნაცვლად ყოველთვის ჯობია, რაც შეიძლება მეტი ნატურალური, ნედლი და სასარგებლო პროდუქტები მივირთვათ.